ტელემაყურებელი. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალისო და სახალხო შოუს გააცინე და მოიგე. ზაფხულის ცხელი სეზონი დამთავრდა, ხოლო გააცინეს ახალი ცხელი სეზონი დაიწყო. ახლა ინფორმაცია იმათთვის, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ გადაცემაში მოხვდეს. 3 გზა არსებობს. პირველი, თქვენ უნდა გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინე zagluka.rustavi2.com. მეორე, უნდა მოხვიდეთ ჩვენს მისამართზე Sandro Eulis 5A, ან მესამე, დაგვირეკოთ ჩვენს ტელეფონის ნომრებზე, რომელიც ამ წუთას ჩანს თქვენს ტელეეკრანებზე. ახლა დავიწყოთ თამაში. ჩვენი შავი სეიფის მცველები, პატივცემული ჟიურის წევრები გაირიცხმა ნიკოლოზ არაბიძე და მიხეილ ანდღულაძე. გთხოვთ შემოგზავნოთ. ეს ახალი მომწონს. შავი სეიფის მცველები. სად არის მეორე? აი მორბოდი რა, საიდან? მორბოდი საიდან? აგერ ვიყავი კიბეებზე კულისებში ხვევი. ცოტა არც ვიცოდი რა, უცებ ეს. ო ზევიდან და შემოხვედი პირველ. შემოვარდი უცბეთზე მოვასწრე. მეგონი მოვასწრე. გამოქცეულს გავხარ. ხო, იქ ვისვენებდი. საგზურით ვიყავი. პუტიოვკითა. თბილისის ზღვას. თბილისის ზღვას დაისენე კარგი. კარგია რა ყველაფერი. მე როგორი ზაფხული? ძალიან კარგი ზაფხული. წადვისვენებდით? ჩრდილში. კარგი, თან ცალსაკეთილი. ერთად მე თბილისის ქუთაისის გზაზე კარგი ჩრდილები მე ჩემთან უცუბიძეზე მეოთხეში კაი ჩრდილი ვიცი ერთი და იქ ვისვენებ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში განწყობით ვარ ისეთი მოსული, მეც. რომ სექტემბერში მელოდება დიდი სიამოვნება, მხიარულება, სიცილი, იმიტომ რომ აი ამით მაინც ავინაზღაურო ჩემი ზაფხულის მეც მაგი მეც არ დასვენების მეც მაგი მეც ვიტოვებ, რომ ეხა გველოდება კარგი გადაცემა, ახალი რაღაცა იუმორი, შენ ხო მაგ განწყობაზე ხარ? მაგ განწყობაზე უნდა ვიყო? სად მოვიდა? თქვენ თუ იქნებით, მეც ვიქნები. აკვე სამამის. თქვენ თუ არ იქნებით, მარტო ხო არ ვიქნები? მოდი ავყევი მაშინ. დაიკავეთ თქვენი ადგილებზე, დაიკავეთ იბატონო. ვეყოფა დასვენება ზაფხული, შეუდგეთ ეხა საქმე. აი ეს. დასვენით. მოდი ტრადიციულად აბამებია? იგივეა. რა ხდება არის? არა, ის კაია. დევს. შეგიმოს ვენაცვალე დევს. 100 150 156 ლარი დევს. ამდენი გაინაწილებს მე არ ვიცი. 10 მარიცის. სანამ დავიწყებთ, მოდი გავიხსენებ ტრადიციულად, რასაც ვამბობდი ამ დროს, ახსნი რა არის ბორდი. მონიტორი, რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს ჟიურის წევრების სახეებს, ღიმილი არ გამომეპარება. 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს, რომ 1 წუთის ათვლა დაიწყო, თეთრი რომ სამწუხაროდ 1 წუთი ამოიწურა, ხოლო წითელი რომ გაგვეცინა და ფული გადის სეიფიდან. დავიწყოთ. ისევ იგივე წესებია? არ იცვლება. არასოდეს. აი ბატონო. არა, ერთი ღილაკი დაგემატებიათ ისე ამ რაღაცა რო ისე. საზაფხულო ღილაკი, აი ძალიან მარტივად შეიძლება, რომ საზაფხულო ღილაკი. რა უნდა ქნა საზაფხულო? აი ადამიანი ყვება რაღაცას და უცებ ატყობ, რომ დასვენება. აიღალა. დაიღალა. საზაფხულო ღილაკს საჭირო და იწყებს დასვენებას. გაითვალისწინეთ. ეს ეხლა უცებ რაც მოიქნა, თორე ისე ძალიან მაგრები მაქვს. ისე მაგრებიდან ჩატერი. დავიწყოთ. ჩვენი გაი ბატონო. პირველი მონაწილე თემურ კუპრაშვილი. აპლოდისმენტები. თემურია პირველი. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით პატივცემულო მეგობრებო, პატივცემულ ჟიურის, მოგესალმებით სრულიად საქართველოს. დედავიო სად მომიყვანეთ ეს რა არის კაცო? ამნაირი არაფერი მინახავს ცხოვრებაში. დაუბერდი სცენაზე სიმართლე რო გითხრა და ამხელა შეგრძნება ამ რუსთავიორის აი ამ ლამას კარგ სტუდიაში რომ არის, არ შეიძლება მაგარი. უკაცრავად, რომელი პარტიიდან ხარ? მე არის ესეთი ენერგიით შემოხვედით, რომ რა ვიცი, აბა ნახოთ. ან პარტიიდან ხარ, არ დაგისვენიეთ. შემოგზავნილი ვარ, შემოგზავნილი. კარგია, არც კაცო. ერთ ოჯახში არ იცი. და სირცხვილი მაგათ. ოჯახში კი არ იციან, აქ არა რო ვარ წამოსული. მე მოგეთ ვერ გაიგებენ ამას მარტო ჩვენ ნახავთ, კაცო, შინაურები აი. თანამშრომლები, მოგესალმებით. დიახ. ბატონო თემურ, პროფესიით როგორ წერია? არა, განათლება აქ წერია, განათლება ყველანაირი, საქმიანობა ყველაფერჩიკი. კია. ანუ ამას რო ამთავრებ, სად არის ეს? რომელი უნივერსიტეტში ეს განხრა ყველანაირის რო ამთავრებ. მე რეიწყებ ყველაფერჩიკად მუშაობ. სპეციალურ უნივერსიტეტში. კი ბატონო. საყვარელი კერძი გაქვთ ძალიან ისეთი. ლობიო, ოღონდ როგორი? ნიგზი. ვაწარახიანი. ვაწარახი შემოდის კიდე ახლა. ვაწარახი იმპორტული. ხო, იმიტომ მაგის ბიზნესი ვინც ჩაიგდო ახლა. მე რო ვატყობ ახლა ჩემი
ისინი ვინც არიან წარმომადგენლები რა, ასე რომ ვთქვა, ბალერჩიკები რა, ისინი უფრო მეტად განიცდიან ვიდრე მე იმასაც რა. მე მინდა თქვენი გულშემატკივრები ბატონო თემურ დავამშვიდო და თქვენც რომ არანაირი სანერვიულობა არაფერი არ არის. მეც და ბატონი მიხეილიც ყველანაირად შეგიძლიათ. თუ რაღაცა და რაღაცა ვერ მოვიგეთ ან რაღაცა პირიქით ღმერთმა დაგვიფაროს. რასა მომწეთ. ეს თუ წააგეთ მაშინ. დიახ. ჯერ წაგებაზე ნუ ვიფიქრებთ, ბატონო თემ. დავიწყოთ მაშინ. სანამ დავიწყებთ, მე მინდა პირველი მონაწილე ხარ და წესები გაგაცნოთ. ჯერა რო იცით, მაგრამ მაშინ. 5 წუთია. პირველი წუთი 50 ლარი, მეორე 100 ლარი, მესამე 200 ლარი, მეოთხე 400 ლარი, მეხუთე 1000 ლარი. წარმატებული წუთის შემდეგ შეგიძლიათ თანხა აიღოთ და წაბრძანდეთ, მაგრამ თუ გააგრძელებთ თამაშს და ვერ გააცინებთ მათ, თანხას დავკარგავთ. არაზმო 1000 ლარი ნახდათ უნდა წევი. სახში არ შეგმა ესეთია. 1000 გინდათ მაინც და მაინც. 1000 ლარი უნდა წევი. 400 და ჩამოვარდოთ ხელია. მომისმენი 1000 ამბობ, მაგრამ მოდი კონფლიქტში ნუ შევალ და 200 ლარი და გავემშვიდობოთ ერთმანეთს. კი ბატონო. მიეცი რა ამკოს ორი არ ღირს ახლა. მაგრამ სიცხვილია, სიცხვილია მაგრამ. მართლა იმისი არ იყოს მამაჩემი ვერ იტანს ამომეცი ასე რომ მიდის კაცი და მე კამერა რო იღებს იქიდან იაშიკიდან. იქვევიდან რა არისო კაცი შეღრაფ რა აწვისო ხელს ვეიქინაო იმის საწოდოები დაღარვად მეტი მართლა მიიღოს და მიცეს არ ჯობია იქიდან საწყა სტუდიის garaშე მაიდამაი პირდაპირ ეთერში გვანიცენო ისე ხო ისე როგორი შეიძლება მაგრამ არ პრობლემა მე მომეცდე 1000 ლარი სულ ხელი ჩემი ხელი იყოს ესე კაცი აი ესე შეგვიძლია არ გამოვიდა გისურვოთ და შეგვიძლია დავქინოს გული მეტი ნუ ნერვიულობთ ბატონო თემურ წესები ვიცით წარმატებასაც გისურვოთ და აპლოდისმენტები გავაკნევ და დავიწყე ფოთქინო 3 2 აბა გაცრავად 3 2 1 როგორ იკავებს თავს სიცილისაგან ნიკ არაბიძე გააცინე და მოიგეში სიტუაცია სტეფანე მღებრიშვილი X ფაქტორში კარგი გოგონები ხართ, ყველანი კარგი გოგონები ხართ, ძალიან მომწონს ხართ, ძალიან მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ მე მიყვის ერთი რამ, ასეთი კარგი ჩაცმულობა, ასეთი კარგი აღნაგობა. მაინდა მაინც ამ გიორგი გაბუნიას ალბომ გაუბრის თვალიკაცო ამ ქამრიანი მამაკაცებისაგან, მაინც მიყვის ასეთი კარგი გოგონები ხართ, მithubetes რაც არ უნდა იყოს. ახლა კი რეკლამა რუსთავი 2-ზე. მიუხედავად მრავალი დადებითი თვისებებისა, ჩაი ლიფტონს კიდევ ერთი კარგი თვისება გააჩნია. ის ამაღლებს სექსუალურ პოტენციალს, არა მარტო მიღების გამო, თვითონ ტექსტს დააკვირდით. ზევით, ქვევით. ზევით, ქვევით. მიიღეთ ლიფტონის ჩაის ფაბრიკა. გადავჭი. 56 წამი. ზევით, ქვევით, ზევით, ქვევით და ეგეთ რეკლამა აქვს ლიფტო? ნიკოლოზის სახე. ჩაის ესეთი რეკლამა აქვს? ზევით, ქვევით. ვინ როგორ შეხედავს რეკლამას ჩაის? გააჩნია. ბატონო თემურ 56 წამზე გაიღიმა ნიკოლოზ 50 ლარი თქვენი ამას გილოცავთ რა თქმა უნდა მაგრამ რო 56 წამზე რო იყო 40 ლარი გამოდის 16 ლარი აგდია კარგად დაფიქრდით რა თქმა უნდა ჯერა რომ გააგრძელებთ იმიტომ რომ დიადი მიზანი გვაქვს 1000 ლარი ცოტა უფრო მობილიზებულად ცოტა უფრო სხარტულად იმიტომ რომ თითქმის წუთი ამოგვეწურა მაშინ ერთი თხოვნა მექნება ორი იყოს აბა გავზარდო ამ ფსიქოთერაპიულმა გამოკვლევამ, რომელიც მე ჩავატარე რამოდენიმე დღის წინ, დადებითი შედეგი გამოიღო. ეხლა მინდა მთელ დარბაზს და მთელ ამ კოლექტივს, რომელიც ამ გადაცემაში იღებს მონაწილეობას და განსაკუთრებით ჟიურის, ეს ფსიქოანალიტიკური, ასე ვთქვათ, თერაპიული გამოკვლევა ჩავატარო. აი, რას ზეგავლენას ახდენს, მე არავითარ ზეწოლას არ ვიტყვი ჟიურიზე, უბრალოდ ეს არის საინტერესო პროცესი და მაინტერესებს როგორ მიიღებს ამ გარეშე ხდება. არა, ჯერ ჩავატარებ ამ ფსიქოთერაპიას, მე თვითონ განიშნებ დროს, როგორ 3 2 1 არ იყოს. ეგრევე ჩანიშნებთ, ეგრევე ჩა. აი ხელი დევს გამზადებული და პატივცემულ ჟიურის ვთხოვ. ეხლა წარმოიდგინეთ, არავითარი აქანა სასაცილო რაღაცას არ ვამბობ, უბრალოდ წარმოიდგინეთ ერთი რამ. უკანასკნელ გზაზე აცილებთ 92 წლის ბებიას, ან თუ ბაბუას, რომელმაც მთელი წლების მანძილზე გზარდათ. გამოგიყვანათ ცხოვრებაში, გასწავლათ, პროფესია აგათვისებინათ და წავიდა ეს ქალი იმიერ ქვეყანაში. აი წარმოიდგინეთ ეს ამბავი და აი ამ მომენტში ასე ქენით ძალიან გთხოვთ, მე თვითონ გეტყვით დროს. აი ასეთ სიტუაციაში მიიღეთ აი ასეთ მდგომარეობაში ხელები. ძალიან ვიდოთ ხელი? გამოყავთ ბებია, ასვენებენ ეზოში, იქ უკანასკნელ სიტყვას ამბობენ და მიყავთ ჭიშკრისაკენ. ჩართეთ დრო. წარმოიდგინეთ?
მე ხوار მითქია ზეწოლა არაფერი. ზეწოლაზე ხوار ყოფილა. არა, თქვენ უბრალოდ გააფორმეთ მუსიკალურად ბოლო გზა. მაშინ ერთს კიდო ჩავატარებ, ოღონდ სიუჟეტი იქნება სხვა, თემაც სხვა. სხვათა შორის სტებისთვის ჩვენ გვყავს ორი პატარა თაგვი. სად? შეგვიძლია თაგვებზე ჩავატაროთ ეს სტები. თაგვებზე ჩავატარე. მე და ახლა გადავედი ადამიანებზე და მითომ მოგესალმებით ყველას, ამიტომაც მადლობელი ვარ რომ ეს ასეთნაირად ბატონო, დია. ასე ვარ თქვენია, ვაგრძელებთ როგორც მოვხდი. ერთ ჩავატარებ კიდო და იგივე პრინციპით მანიშნებთ. დია, განიშნებთ მე თვითონ. ისევ ერთი კარგი ასეთი წარმოდგენა. მოვემზადოთ, აბა. ჩაუშვით ხელები, ჟიგურის ვთქო, ჩაუშვით ხელები, მოდუნდით, საერთოდ არაფერზე არ იფიქროთ, უბრალოდ იფიქრეთ ერთ რამეზე, რომ მიდიხართ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. აი ესე წარმოიდგინეთ ხელებს ჩაშვებული. წარმოიდგინეთ, ჯარი მოვლილი გაქვთ, ჩართეთ დრო. გაგეცინა. კი არ გამეცინა, უბრალოდ გაგახსენდა თუ? მე მუსიკა რო დაიწყო, მეგონა რომ ისევ ბებიის ის იყო გასული. ანუ იმაზე გამეცინა. ანუ ბებია იყო სამხედრო პირი. სამხედრო პირი. არ გამოვრიცხა. არ გამოვრიცხა. ფაქტია რომ გაგეცინათ 200 ლარი თქვენია აპლოდისმენტები. მადლობა. მადლობა. შემდეგი სიტუაცია რა იქნება ალბათ? არავით არის სიტუაცია. არ მოიდგინეთ. არავით არის წარმოდგენა არაფერი. ამ ქობამდე მიდოდა მოსულიყავე. მართლა მიდოდა 1000 ლარი შემგონია? არა, ვიდეო. უბრალოდ ამ ქობამდე მიდოდა მოსულიყავე. ანუ 200 ლარს დავჯერდები. კი ბატონო, ჯერდები 200. բայց მე ამაზე განცდები მქონდა ახლა კულისებში და ახლაც მით უმეტეს ხო? თუ გინდა ერთ რაღაცას მოყვები ის უდროს. მოყევით, აბა გისმენთ. არა ანეკდოტები ახლა ნიკარაბიძეს და რაფრა უნდა მოყვეს კაცი. არა, ვინ დაიწყეთ, აბა თუ ვიცი და დავამთავრებ. კარგი. ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში მივიდა ქალბატონი, შვილი არ უჩნდებოდა. მივიდა და ეს აპარატურები ახლა იქ მოწყობილი ყველაფერი აქეთ-იქით და მამაკაცი ვინც არის, ვინც უნდა ჩაატაროს ეს ოპერაცია და ეს პროცესია, აი აპარატი მიუჩოჩა, ქალბატონი თავის მდგომარეობაშია როგორც იცით და უცებ წევიდა დენი. გამოირთო დენი ყველგან კაცო. ჩაბრინდა ყველაფერი. გადაწია ფანჯერას რა ქვია ფარდა ამ კაცმა და დაიწყო შარლი შეეხსნა. რა შობთ ბატონო? რა შობთ? რა ჩადიხართ? რა ვქნათ ქალბატონო აპარატურა რო გამოდის ყობილებიდან მე ხალხურ მედიცინაზე გადავდივართ, აბა რა ვქნათ სპანაერად არ გამოდის. არიცოდი. დავარია რომ აიცოდი, ხო? აი, მე ცოტა სპანაერი. გაიგო სეიმი ეს პროცესი არის ყველაზე მეტი რთული. ახლა ეს პროცესი ახლა რო კაცი. არა, მე დადებოდა თუ გინდა მე მოგიდა თქვენ რა პექული არა. ბავშვს გამოუშვებ თუ გინდა ბავშვს. რა ვქნათ ბავშვს? ფევრის გადახვა თქვენ არ გიდათ, მე კიდევ ქრისტიანა ვარ, სასწაული მოვახდენო. სამწუხარიშვილი ვარ, ბიჯოს. აპლოდისმენტები აიღარეთ. მადლობა. აგად ძანდებული. იწოცხლე ბატონო. ეს იყო და მე ეს ბატონს იყო სა. მადლობა უღმესი ყველას. ნახვამდის. ისე გულშემატკივრობს ეს ადამიანი, მე არ ვიცი ხო ვინ არის, მე მგონი ვალია თქვენი 200 ლარი ამ კაცთან. ძალიან კარგი პროექტია ეს, ტრადიციული სიტყვა არის მართალია, მაგრამ ერთადერთი არის ის, რომ შეიძლება 1000 ლარზე ვერ გარისკო, 400 ლარზე ვერ გარისკო, მაგრამ რაც ბუნებით ღმერთმა მოგანიჭა და მოგცა, უნდა დავჯერდეთ იმას. უღრმესი მადლობა რუსთავიურს და უღრმესი მადლობა საერთოდ აი ამ პროექტის ყველა შემოქმედებით კოლექტივს. მადლობთ. გადავიდეთ შემდეგზე. ნახოთ რა იქნება, ხო? კი ბატონო. შემდეგი მონაწილე. ლალი ტონია. აპლოდისმენტები. ამარჯობა ბატონო ლალი. მოგესალმებით. თქვენ ასაგზე გიწერიათ 50-ზე მეტის 100-ზე ნაკლებისო და მაინც როგორი არა ეს გაწი გამოწი 51-ის. 51-ის იქ. შეიძლება ასე ითქვას. აი გაწი გამოწი რომ მიგეთითებინათ. ჩვენ უფრო ჩამოყალიბდა. პროფესიით პროფესიით პედაგოგი,
ხელოვნების მუშაკი. და აქ გიწერეთ სხვათა შორის ჰობი, სიმღერა. სიმღერა ფილარმონიის სოლისტი ვიყავი მრავალი წლის განმავლობაში მღეროდი. ძალიან კარგი. საინტერესოა. ვინ სიმღერით ჩემს ქალაქში კულტურის სახლის დირექტორი ვიყავი 28 წლის განმავლობაში. მაშინ ჩვენ გამოვალთ, ქალბატონო და ჩვენ გაბრძანით, ამიტომ უხერხულია ახლა. ჩემი აისკალე გორში. კი ბატონო, ძალიან მიყვარს გორი. ძალიან სასიამოვნო. მე მომწონს აქაური სიტუაცია. ვარდოსანიძე ვარდის სურნელს აფრქვევს, თქვენ მზად ხართ ხიმილისათვის, მეც მზად ვარ. ანდღულადე არაბიძე, ანდღულ არაბის სურნელს. ანდღულის ანდღულის სურნელი. არაბის ესეთი სურნელი. წარმატებები მინდა გისურვოთ. დავიწყოთ, შეკითხვა არ გააქვთ? ოჯახში ხო ხართ, კარგად. ერთმა კარგად გამყოფით. გაიხარეთ. შეგვიძლია დავიწყოთ. ამინდებიც კარგი. ალბათონოვანი, წესები ხომ შეგახსენებთ. განსაკუთრებით კარგი დროა სიცილისათვის. ვიცი. იცით. დიახ. თავარია იცით. მაშინ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. მოვემზადოთ 1, 2 და 3. ჩემო ნიკა, მამა ჩემი ყველგან შვილებს აკეთებდა. სულ მათ ვეძებ დავიღალე, ღირდა ამის გაკეთება. შენ ქუთაისელი ხარ და მამა ქუთაისში მყავდა. ქერა იყო ცისფერთვალა, შენც გავხარ და ისიც გავდა. შენ ღიპი გაქვს, მეც ღიპი მაქვს. კისერს მეც ძლივს ვატრიალებ. შენც აცინებ, მეც ვაცინებ. ტირილის დროს მეც ვღრიალებ. რა ვქნა ნიკა? ეჭვი მიკრობს. იცი წარმოვიდგინოთ ცოტა ცოტა ხანში გადაეხვეოდნენ ერთმანეთს რა ესეც. ვაპირებდი. შენ რა გაგაცინებ? მე რა გავაცინებ? შენ დაგაფიქრეს. შენ რა გაგაცინებდა? კისერი იყო განსაკუთრებით სასა, კისეს რო ძლივს სატრიალებ იყო. საგზიანეთ რო ტრიალებს. მიშას გაეღიმა. ქალბატონოვანი 50 ლარი გაქვთ კილოც. იმედე გაგრძელდება ლექსი ხო? ლექს გავაგრძელებ ისე, ხო? ვაგრძელებთ, ანუ თავარია. არა. ისე გავაგრძელებ. ისე გნებობთ. კი ბატონო. რა ვქნა ნიკა, ეჭვი მიპყრობს, ასე ძლიერ, რატომ გავხარ? ნუ თუ ჩემი ძმა გიპოვნე, შვილის სტოლი, მაგრამ ძმა ხარ. ხო და თუ ეს მართალია, ხალიც თუ გაქვს სადმე ჩემი, აღარაფერს არ ვიდარდებ, ფულს გამატან, დავარ შენი. ჩაგვერთო დრო ახლა, გავიცინებოდ. გაიხარეთ ეს ლექსი იყო, მაგრამ პატარა ტერიტორიული ცნობილება მქონდა მეთერჯოლიდან. თერჯოლიდან გადმოვიდა მამა ჩემი ქუთაისში. ხომ არ გადახდებოდა გაივლით. თერჯოლაში გავლით შეიძლება არის ნაყოფი. ქალბატონოვანი, ჩავრთო დრო. გავაგრძელოთ ამას. მოვემზადოთ 3, 2 და 1. ძმის შვილი ჩამომიყვანეს სტუმრად. 5-6 წლის ბავშვი იყო. მე-5 სართულზე ცხოვრობდი, ძალიან მოწყენილი იყო და ერთხელ ჩავიყვანე დაბლა და დავსვი ბავშვებს უყურეთ და გაერთობი მეთქი შვილო. ცოტა ხნის მერე მეძახის, პაპიდა, ბატონო, ამოვიდე. არა, მან დიყავი შვილო, გაერთობი, ჰაერზე ხარ. 5 წუთის მერე, პაპიდა, ამოვიდე. არა მოხვიდე, იყავი, როცა საჭირო იქნა მე თვითონ ამოგიყვან. პაპიდა, ამოვიდე, ამოდი, კარგი, ამოდი. ცოტა ხაც ვიქნები რა. ლექსები თუ იცი მეთქი, ლექსები როგორ არ ვიციო მეუბნება ბავში. და დაიწყო გამოთქმით. ოხ, რა კარგი დარია რა მინდის სინაზე, შეხა ჩიტი როგორ შკინტლამს ტელეფონის სინაზე. ცუდი არის ბაღლინჯო ისაწუხე. არა, გამიშინა? დიახაც, გაგეცინათ მამაღალი ნათქვამია, გაგეღიმა. კეთილი ღიმილი იყო შენ სახეზე. სიკეთეც ითვლება ბატონო. სიკეთეთ იცვლება. კარგია. მადლობა სიკეთისთვის. თან 50 წამს გადავწდით თუ სწორად მახსოვს. 100 ლარი თქვენი ამას გილოცავთ, ქალბატონოვალი. მე მაინტერესებს გახსენებთ რომ იწურებოდა წუთი? გავაგრძელებთ, ხო? დიახ. უფრო მობილიზებულად თუ შეიძლება 3, 2, 1. აგრძელებს ლექსებს. ცუდი არის ბაღლინჯო ისაწუხებს კაცს. კარგი არის ტირი, ხელს დაჭეთ კლაცს. მიურბი ვარ ვერხვებში მომდევენ ვეფხვები ავარდი ხელზე მიკმინეს ფეხზე მეტკინა მაზული ვაი. ჩემი გამოგონილია ეს ლექსიო მითხრა. სიმღერა თუ იცი მეთქი, სიმღერა ვიციო და აბა ერთი იმღერა მეთქი. ნაძვის ხეო, ჩემო ნაძვის ხეო, სოჩუქრები ჩამოკიდეს როგორც ჩემი გეო.
ესეთი სიმღერები ძალიან ბევრი ვიციო და მე ვუთხარი როგორ შეიძლება არაფერი არ თქვა მაგის მსგავსი მეთქი და გავაჩვენე. ბებია მყავდა, რომელმაც გამზარდა. მამა ქუთაისში მყავდა, დედა ადრე გარდამიცვალა და მან გამზარდა. ოსის ქალი იყო. ძალიან საინტერესო მოხუცი იყო. რო დაისხავდა ფინჯანში ჩაის სამწუხაროდ ერთი წუთი ამოიწურო. ისე გაგვიპარად რომ ისტორია დაიწყეთ, მაგრამ არ შეხედეთ, კი, დავაფიქსირე რომ არ შეგიხედავ დროისათვის, თორე ამ ხელა ისტორიას არ დაიწყებდით. ალბათ რაღაცას ხარტულს უფრო ამჯობინებდით. სამწუხაროდ იყო მცდელობა, ცოტაც და გაეღიმებოდათ, მაგრამ არ გაეღიმათ. მოусმინო ჯიუს. აი 80 წამი რო ყოფილიყო, ვაპირებდი. 80 რო ყოფილიყო, გაეღიმეთ. 80-ზე ვაპირებდი. მაგრამ ნიკოლოზ უბრალოდ მე არ შემიხედი. კი ბატონო, ჩემი აზრით პირველ რიგში ეს რაციონალურად რო უნდა გამოვიყენოთ დრო, ეს გასაგებია და ჩემი აზრით მან გექნებოდა თქვენ კიდე რაღაცა რო არ გაგვეგზელებია მაინც და მაინც ეს ლექსები. მე გასაგებია და ეს ლექსები ბევრი მეც გამიგონია რა. მათ შორის ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა სხვა იმაზე რომ გადავსულიყავით რა. ალბათ სხვა ხუმრობებზე რომელიც დარწმუნებული ვარ პოეზიამ გაგვიტაცა. პოეზიამ გაგვიტაცა. ალბათ ჩემი აზრით ეს პატარა ძალიან ცუდი დრო გამოგვეპარა, ხდება ხოლმე, მაგრამ ქალბატონო ლალი ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზავნით. კიდევ გელოდებით ამ სცენაზე. აპლოდისმენტები გავაცნობთ. სასიამოვნოა რომ მივიღე მონაწილეობა, ძალიან მიხარია, მაგრამ გული მწყდება რომ ნერვიულობის გამო არ მივაქციე წამზომს ყურადღება და დროში ვერ ჩავეტივე. შესანიშნავია ის რომ დღევანდელ დღეს შეიძლება ასე გაცინება, სხვასაც გაცინებ, შენც გაიცინებ და რაღაცით ცხოვრება შეგიმსუბუქ. შემდეგი მონაწილე. შემდეგიც არის? არსებობს შემდეგი მონაწილე გიორგი აბაზაძე. აპლოდისმენტები. გაუმარჯოს გიორგი, გაუმარჯოს. გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობა? მე ბატონო გიორგი, აქ გიწერიათ საყვარელი ცხოველი კარტოფილიო. საყვარელი. ხო და შეცდომა გაქვთ, კარტოფილი უნდა ჩაგეწერათ განათლებაში. განათლება არის კარტოფილის სპეციალისტი ესე. არა, მე რა ვიდეო, ხო, საყვარელი ცხოველი კარტოფილი. დედალი თუ მამალი? ორი. იდეალი ქალი და კაცი გიწევთ ნიკა არაბიძე და მიშა ანდრულაძე. ალბათ ქალში არაბიძე იგულისხმება. მე რა მეტყობა ქალებს. ერთი ორჯერ რაღაცა ეგარით დავი არ გამოვიარე ესეთი როლი შევასრულე რაღაც იძულებით ხო დავიწყოთ გიორგის უსულო წარმატებები შეგვიძლია დავიწყოთ წარმატებები და მაშინ დავიწყოთ 3 2 1 ადამიანი ფულისათვის ყველგან და ყველაფერზე არის წამსვლელი გაცენ და მოგეშიც კი ახალ სტუდენტი გაგიმარტავთ სიტყვა სტუდენტს. საქართველოს ტერიტორიაზე უიღბლოდ დაბადებული ერთობ ნიჭიერი ტაქსისტობისთაგან მიდრეკილი ინდივიდი. სვანს დაესიძრება ვითომ ცემენ და მეორე ღამეს ძმაკაცებთან ერთად დაიძინეს. კაზანტივი უკრაინული სიტყვა და ქართულად გვინდა, მაგრამ მეზობლები რა სიტყვა ჰქვია. ეს გემილიო შეკვეთა შესაძლებელი. რა ვიდა რომ ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ. ხო გაქვს შვიდობა? კი. ცოტა ხმამაღლა, ცოტა ხიარულად, რიხიანად. გადი თუ გინდა წყალი დალიე შემოდი და უფრო აცივია. აცივი იქნება ალბათ. აზახობა. გიორგი, ომახიანად ცოტა. 50 ვარი შენია, მაგრამ ვეთანხმები ამჩევს. ცოტა ხმამაღლა, ცოტა ომახიანად, ნუ ნერვიულობ. გაგვაგონე. ავტობუსში ნაყოფიორ და ხალხის ხმამაღლა ლაპარაკობს, ამიტომ გაგვაგონე. გამოთქმით და რა ვიცი. მზად ხარ? არ გავაგზავნე. ხო, ვაგზავნე. 3 2 1 მოსწავლე გაკვეთილზე დაიგვიანა. სად ბრძანდებოდით? ეკითხება მასწავლებელი. მას შეიარაღებული ბანდიტი დამესხა თავს. ხმერტო ჩემო, საწყალი ბავშვი, რა წაგართვა? საშინაო დავალება. One. ფიქრობდი მოქმედები ჩემზე რა. გეუნები ეს არ შეიძლება. ანუ ეს რა იყო ტაქტიკა? ჩემი პაროდები უნდა აგრძალო.
შენი პაროდიები აკრძალულია, მორჩა. აი, მოქმედება ფსიქოლოგიური. არა, შეიძლება მართლა სასაცილოა გამიგე? აბა რატომ მეცინება? შენ პაროდიებზე, შენ თვითონვე. დაფიქრდი. ფაქტია, რომ 100 ლარი მოიგო ადამიანმა. არა, მე რაზე გამეცინა, იცი? მე გამეცინა იმაზე, რომ ამ ადამიანს მე ვიცნობ, ეს ვანელი ვინც არის. არსებული პიროვნება. პერსონაჟზე ეხსაუბრა. პერსონაჟი ის კაცი გამახსენდა. თვითონ ის კაცი გაგახსენდა. ის კაცი გამახსენდა. და არა შენი შესრულებული პერსონაჟი. არა, რა პერსონაჟი. თქმა უნდა, მე მაგის ამბიციები არასოდეს არ. არ ქონია ამბიციები. ნუ ფაქტია, რომ ის კაცი გაგახსენდა თუ ვინ გაგახსენდა, არ ვიცი 100 ლარი მოიგო ადამიანმა. ეს კარგია. როგორც მივხვდით, პაროდიებზე გადავედით. სავარაუდოდ. გადავედით პაროდიებზე. ანუ ვაგრძელებთ თამაშს. ნუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ. მაშინ მოვემზადოთ 3 2 1 როდემდე ახლა? ეხლა მიშა, მაშინ მე გავolda თქვენი ლაპარაკი. როდემდე ახლა რა? იცი რა, ეს ხო გავაკეთე? არა, აი ეს მაგის მერე გააგრძელე. იმიტომ მე ამაზე მეცენება თვითონ. არ ვიცი. სამღარა. 200 ლარი. 200 ლარი შენია. დაგენანათ აპლოდისმენტები რა არის ვერ გავიგე. კარგია, მიაგნო, მე მგონი. ეხლა თუ მოვარტყამ ამ ბოლოში რომელი გატე არის, მე ნახე შენ. ნახოთ. ვაგრძელებთ, ხო? გააკეთე. გიორგი, გააკეთე. ჩავთო დრო? ერთი წუთი. თუ წვეთ. მან რა სიყურები, მაინც ამას აკეთებ. არაბიდის პაროდია არ გააკ? არაბიდის პაროდია რამე გააკ? კი. დაიწყე მე არაბიდით კაცი. არ მოიწე კარი ხა ეს შეცდომაში არ შევეყანოთ ბავშვი. წვეთ. ანუ ეხლა ამჯობინე რომ 200 ლარი აიღო. კი. ნუ შენი გადაწყვეტილება ჩვენთვის. ანონია. პარა პარა პამ პარა პამ პარა პამ როდიდან წარმოიდგინე? მიშა შენ მიეცი შენ გაიხარდე. აბა ილოცავ გავაცილოთ პაროდიებში და გახარებელებს რათა შორის ცოტა იჩქარე შეიძლებოდა გაქცინებოდა კიდე გაცინდა მოიგეთ არის ძალიან კარგი პროექტი მოდით ითამაშეთ და ამი მოიგეთ ყველას გისურვებთ წარმატებას ეხლა წავა და იმას დახვეწავს რა ქვია დანარჩენზე რომელი გეტია ეს რომელი გეტია არის და ესე უცრაურად ჯერ მოგებული 200 ლარი აქ არ მინახავს ხო ძალიან უარესები არ გინახავს რა არო უარესები და მე მინახავს დედის გინებით მოგებული ფულები მეც მინახავს მახსოვს დედის ერთი გოგო გამოვიდა აი სახელი და გვარი არ მახსოვს სახელი და გვარი არ მახსოვს წერდა რაღაცა გვარი ხოდა კი გვაგინა და წაიღო გვაგინა გაგულანწყა გაგთათხა და გაკეთ ფული წაიღო თან კარგად ბევრი წაიღო თუ კარგად მახსოვს 1000 ვარსდები 1000 მან დარეკილი იყო ან დარეკილი იყო აბა რა გამაცინებდა რამდენ ხა გისმინოთ ახლა თქვენ ორს გავაგრძელოთ ბატონო ნიკოლას გავაგრძელოთ შემდეგი მონაწილე მიშა ჭეიშვილი აპლოდისმენტები გამარჯობა რევას ჭეიშვილის რამე ხო არ ხარ მეგვარე არც გიზოსიც მეგვარე კი ბატონო ძალიან საინტერესო ისაგებთ რა ქვია საცხოვრებელი ადგილი ჯანდაბა და კურმუხეთი ჯანდაბაში ნამყოფი ვარ 3-4 ჯერდა იმის კურმუხეთი VIP ძალიან კარგი ჰობი გაქვთ ფეხბურთის თამაში რომელ პოზიციაზე თამაშობთ ყველგან ასწრებთ თქვენარი ფეხბურთელები გიმჩნევა ისე ჩვენ საქართველოს ეს საყვარელი ცხოველი ზვიანგი ვეტყვი ღადაობის ამბავში და არა კაცო ორივე ყავს სახში არა ღადაობს კაცო ეხლა ზვიანგი ვეტყვი არ გამიგია მე მართლა მე რა გეტყვი მე კი ბატონო კარგით რა ვიცი თუ მიშა არაფერი გაქვს შენ შეკითხვა არა მე მქონდა რაღაც შეკითხვები მაგრამ გადავიფიქრე შეგვიძლია დავიწყოთ მიშა წესები ვიცით წესები ვიცი და პატარა შესავალს გავაკეთებ ესე იგი თქვენ ძალიან დაკვირვებული ხართ რომ იმაშობით იწერთ ახალ სიტყვებს იწერთ და პატარა ისიც გქონდა აქ ჩამოწელი ლექსიკონი გაქვს და კი ბატონო რა პატარა მაგალითად კურმუხეთი პასტაფურცლები ბევრი გექნება ჩასაწერი კი ბატონო ასე ფიქრობ წარმოგიგებთ ეხლა თუ როდესაც მოხდებით ბათუმში, კერძოდ აჭარაში, მაღალმთიან რაიონში, შეიძლება იქ ისეთი სიტყვები გაიგონოთ, რომ გაგებაშიც არ იყოთ თუ რას ნიშნავს და მე დაგეხმარებით ამაში, ვიტყვი შეცდომით როგორაა და სწორი როგორ იქნება აჭარულად ისე გეტყვით.
კი ბატონო. ჩავრთო დრო. 3 2 1 შეცდომა სტრიპტიზი. სწორია სტოლბაზე ყლარწვა. შეცდომა წითელ ქუდა. სწორია ყირმის ფესაი. შეცდომა გავეკიდე. სწორია გებესხრიკე. შეცდომა ეშმაკის ბორბალი. სწორია ჯაზის პაბრიშკა. შეცდომა ფუტკარი. სწორია ხარაბუზენგი. შეცდომა ცელქი. სწორია ანტერი. შეცდომა 64. სწორია ჯერნეთი. შეცდომა გაიც გაგეღიმა ნიკოლოზ გაგეღიმა შვილი საინტერესოა ეს ყველაფერი შემეცნებითია ეს ყველაფერი 50 ვარი შენია აპლოდისმენტები კარგი დასწრე გამოვიცნობ და ვაგრძელებთ ამას რა თქმა უნდა შესავალი თუ პირდაპირ ჩავ არა ვაგრძელებ კარგი 3 2 1 შეცდომა თავგაცირებული სწორია ყემბერაი შეცდომა ტუალეტი სწორია გეზმე შეცდომა ლომზე აზიდვა სწორია ტურნიკზე კვაჭვა შეცდომა პოტიკი ჩალიჩი სწორია პოტიკი შეცდომა ფიგურული სრიალი სწორია იბრეთული შლიპინი შეცდომა შარსეძე ბიჭო სწორია ბელადა ნახო ჯო შეცდომა ლამის მომატყუა სწორია ლამის დამაბეჭა შეცდომა წითელი დროშა ფრიალებს სწორია ყირმიზი ალამი დრიგინებს შეცდომა რიგინზე გაეცინა ნიკოლოზ რიგინი კარგი სიტყვა კარგია მიშა 100 ლარი შენია მომილოცავს კარგად მიდიხარ ვაგრძელებ რა თქმა უნდა 3 2 1 შეცდომა პადრუშკა გამიგეთე სწორია გიმიშპი ღლიავში შეცდომა ბებია აივანზე წაიქცა სწორია დიდნენეი მე დევანზე ეიბრუხლა შეცდომა პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთით სწორია დუნია მემლექედის იისნებო ერბუ ჯახში მოჩოჩკდით შეცდომა უზდელო გაფუჭებულო გათახსირებულ სწორია ზიბილო ზირიგო მუდრეგო და ფარისეველო შეცდომა რა პრობლემაა ყველა სინცრო ფარისეველო ფარისეველო იყო ძაამაგარი ანუ ფარისეველო რომელია ფარისეველი შეცდომა იძაშვილი ერთად არა თავიდან წაიკითხე ბოდიში ის მეოთხე სპეციალურად იყო ჩამატებული ფარისეველო დაამატე ახლა ხო მე და ფარისეველო საერთაშორისო ენა ფარისეველო შორისო კარგია მიშას გაეცინა და მიშამ 200 ლარი მოიგო ეს კარგია ვაგრძელებ შეფარისეველი ვაგრძელებ დედა რა ფარისეველი ბავშვი შეიძლება მიდი აბა მოემზადეთ 3 2 1 შეცდომა რა პრობლემაა სწორია რა ჰელესაია შეცდომა სპაიდერმენი სწორია ისანი ბოჭოჭვავი შეცდომა სოფლელო სწორია ზეგნელო შეცდომა ბავშვო რომ დაგარტყომ პირდაპირ ამერიკაში მოხდები სწორია ბაღანა რომ ახლა დანგდა მოგცემ პირდაპირ ამერიკაში შლაპედა მიცემ შეცდომა არ უნდა ამდენი ჩალიჩი პირდაპირ დამიფყარი სწორია რა თუნდა ჯო ამას ამდენი პოტიკი და გადაწიეთ ღლიზეშიან შეცდომა დავეცი სწორია ევკლიპარჭე ესე იგი ორი აჭარელი მიდის რა ორი აჭარელი ტიპი მიდის და მოშარდა მოუნდება და ერთეუნება მეორეს ბიჭო სულოფეხზე დამდგარი რომ შობითო ერთიო ქალებივი დაყუყული ვქნათო და ხო და დეიყუყება ახლა ორივე და ერთი ადგება და მეორე ისევ დაყუყულია და ჯო რა შობიო აი ფეხზე დამდგარი უნევან ჯო ვერ დგები და ვერ ჩობიო ეჯო დიგიბიჯებია ფეხი და საიდან იზამო ვისაც გვინდა შესლა ნატოსი შეგიძლიათ თქვენ ცოლს დაარტყათ ერთი წუთი ამოიწო აი რო გათავდა აი დაგიბიჯებიაზე წავედით უკან ხო ისტორია ვერ გაჭრა ის უფრო ჭრიდა 200 ლარი ქონდა მიშა მაგრამ თორე გახლობე შენ თქვა თვითონ გამიგე და ძალიან ცუდ დღეში იყო და მაღაზზე წავედი რა სიტყვის ჟიური რა ვიცი ლექსიკონზე მე პირადად ძალიან მიხალიძა თუმცა ბევრი რაღაცები ვერ გავიგე ვერც სწორი და ვერც არასწორი მაგრამ ლექსიკონი იყო კარგი კი ნამდვილად სასწაული მე გაგიცი ლექსიკონზე ვიცინეთ და მე არ მოგვეშვიდა და რა ვიცი რამდენი გვაქვს მოგებული იყო მოგებული 200 ლარი შეგვეძლო 400 აღარ გვაქვს რა მოვიფიქროთ რა რა მოვიფიქროთ შეიძლება გავა ვერაფერს ვერ მოვიფიქრებთ ერთადერთი ადამიანს ვეთყვით რომ კიდე შეუძლია მოვიდეს ჩვენს გადაცემაში უფრო მომზადებული და დიდი მადლობა გადაგიხადოთ აპლოდისმენტები გავაკეთებთ
ძალიან კარგი გადაცემაა, ძალიან კარგი პროექტია და ყველას ვუჩვევ, რომ მოვიდეს, ითამაშოს და გააცნოს და მოიგოს. პოტენცია ნამდვილად. პოტენცია იყო თუ ეს ლექსიკონი ახლა ნუ ესეთი ფორმა გასაგებია და ყოფილა სხვა დროსაც. თუმცა ხშირად არ არის ხოლმე და სასიამოვნოა როცა ასეთ რაღაცებს ისმენ. უცნაური საინტერესო ლექსიკონი. სასიამოვნო უცნაური და საინტერესო. სიამოვნებს ანუ აჭარული იმას ის. აბა რა გაცინებდა თუ არ გესიამოვნდა. რა სიგრიჯებოდი რა. ხო და რა რო გადავედი ცოტა იქეთ. ხო, ისტორიამ უკვე ვეღარ გაჭრა, ისტორიამ ვეღარ გაჭრა. მოდი ახალი სეზონის პირველი გადაცემა შევაჯამოთ. რა ვიცი, დავიწყებ ტრადიციულად იმით, რომ მადლობა მინდა ყველას გადაუხადო, ვინც გვესტუმრა. ნუ რამოდენიმე ადამიანს მაინც გამოვყოფდი. პირველი ბატონი თემური იყო ძალიან ენერგიული ადამიანი და ცოტა განსხვავებული მიდგომა ჰქონდა რაღაც ფსიქოლოგიური თუ რაღაც ტესტები მიუდგა ამ საკითხს. დაკვირვებები თუ ცდები ჩაატარა ჩვენზე და ნუ რაც უნდა და იმ შედეგს მიაღწია ყოველ შემთხვევაში და სასიამოვნო იყო, მოგებულო წავიდა. ნუ გული დამწყდა იმ ადამიანზე რომელიც ბატონი მიხეილზე მაგალითად შეიძლება მეტი შედეგი მოგებოდა. ბატონი მეტი შედეგი დაგვწყვეტია. და ძალიან საინტერესო იყო, რომელსაც აი ეს სახია. საინტერესო პიროვნება. ეს გაჩერდა, თორე შეიძლება მოგება. ამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვიდა და მადლობა მინდა გადაუხადო ყველას კიდევ ერთხელ. გაიღარეთ, მე რაც დავამატებ ტრადიციულად. მადლობას გადაგიხდით თქვენ, მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. ერთი კვირის შემდეგ ისევ ამ სცენაზე გელოდებით. ზაფხული დამთავრდა, ხოლო გააცილება მოიგეს სეზონი. გახსნილია. გელოდებით აქ. ნახვამდის.